მოგესალმებით. ახლა მინდა ვისაუბრო არსებებზე, ანუ ქვედა ასტრალის არსებებზე. არ უყვართ ზოგადად ისე მათზე რომ საუბრობენ და მინდა გთხოვოთ რომ არ მოიხსენიოთ შეურაცხმყოფ კონტექსტში. ეს ყველაფერი შექმნილია ჩვენი შემქმნელის ღმერთის სამყაროს, როგორც გინდათ თქვით, რაღაც დონეზე მათაც აქვთ უფლება არსებობის. გასაგები არ არის სასიამოვნოა მათი ენერგია, რა თქმა უნდა, განსხვავდება ღვთაებრივი ენერგიისგან და მაინც თავისი წილი შეაქვთ ჩვენ სამყაროში. როგორც მიხვდით, საუბრობთ ხო ქვედა ასტრალზე. ვინ არიან საერთოდ ეს არსებები, რა არის ქვედა ასტრალი? არსება ეს არის ენერგია. მას აქვს სხეული, სხეული როგორც ჩვენ, ანუ ესეც ფიზიკური სხეული, ანუ ჩვენ გარს ხომ გვაქვს აურა, ფენები, კაზუალური სხეული და ასე შემდეგ. ისე აქვს სხეული უხილავი, ანუ მათ არ აქვთ მკვრივი სხეული. თუმცა ახლა რომ ვისაუბრებ ამ არსებების რანგებზე, ზოგს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ვიზუალური სახება, მატერიალური. ყველას კარგად ესმის, რა არსებები არიან, როგორ არსებობენ მათი რანგები. ანუ ესე რანგებად დავყო. პირველი რანგი ძალიან პატარები, ყველაზე უმდაბლესი, ყველაზე ნაკლები უფლება და ავტორიტეტები, ვისაც აქვს ამ გამოვლინება, ეს რა თქმა უნდა არის ლარვა. ლარვა, მარტივად რომ ვთქვათ, არის პარაზიტი. ეს არის ფიქრის ფორმა. ეს არის პატარა არასაჭირო რაღაცები, რასაც ყოველდღიურობაში ვაკეთებთ, ან ვფიქრობთ, ან ვამბობთ, პატარა პარაზიტები. თუმცა თუ ადამიანს ბევრი ჰყავს ეს პარაზიტი, ლარვა, ეწყება ავადმყოფობები დაწყებული პატარიდან ასული, ონკოლოგიურობამდე ეს მაშინ, როცა ბევრი ჰყავს. ერთი მხოლოდ ამ ხელას ვერ შეძლებს. თუმცა დეპრესიაში თავისუფლად უძლებს ჩააგდოს ადამიანი. მოკლედ არის ბევრნაირი ლარვა. აღარ ჩაუხმავდები ახლა მათ თავისი დასახელებების მიხედვით, უბრალოდ ეს ანუ რაც ძირითადი რაღაცებია, ის მინდა მოგაწოდოთ. და გადავალ შემდეგ რანგზე, შემდეგი რანგი არის ეშმაკები, საკმაოდ ძლიერი არსებები. მათ არ მოაქვს ძალიან სერიოზული საფრთხე, თუმცა შედარებით დემონების რანგთან მართლა უფლებები არ აქვს, თუმცა პარაზიტებთან შედარებით საკმაოდ დიდები არიან. მათი პოტენციალი არის ის, რომ დამოკიდებულებას აჩენს. მათ უყვართ ისეთი რამეები, სადაც ერთობიან. გასაგებია, ადამიანებს ერთობიან, კარგი მატყუარები არიან, უყვართ მოთამაშეები, უყვართ დამოკიდებული ადამიანები. შემდეგი რანგი დემონები, ყველაზე მაღალი რანგი ასტრალის დონეზე, თუ შევატარებთ ნათელ პანთეონს, ღვთიურ არსებებთან, დემონები დგანან თავარანგელოზების დონეზე. აქვთ იგივე რანგი, საკმაოდ მაღალი. ყველაზე საშიშები, რა თქმა უნდა, ისინი არიან. ვიტყოდი, რომ არც ისე ხშირად კონტაქტობენ ადამიანებთან, ვიდრე მათი დანიშნულება უფრო გლობალურია. ანუ ვეცდები ახლა ავხსნა. იგივე ლარვები, პარაზიტები, იგივე ეშმაკები, მათაც შეუძლიათ კონტაქტი. დემონებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ იქონიონ კონტაქტი. უფრო მეტად მათი დანიშნულება უფრო გლობალურია, მასშტაბურია, მაგალითად სიამაყის დემონი. ის რა თქმა უნდა მასშტაბურად აკონტროლებს ამ თვისებას და ადამიანი ამას თვითონ უშვებს. თუ შენ ვითარების სულიერად და არ დეგრადირებ, სიამაყის თვისება არ არის შეში გამშრალი და ამ შემთხვევაში ვერ მოვა შენთან ის კონკრეტული დემონი. არიან დემონები, რომელიც კონკრეტულ რაიონებს აკონტროლებენ, კონკრეტულ ქვეყნებს. დემონი პოლიტიკის, დემონი ომის, უფრო გლობალურ თემებზე მუშაობენ. ითრევენ ამ დემონურ სტრუქტურაში. უფრო მეტ ადამიანებს ამას აკეთებენ მასშტაბურად. რამდენჯერმე წავაწყდი ვიდეოს სხვადასხვა მაღალი დონის ასე ვთქვათ პრაქტიკოსებში, ვინც ხალხს აშინებს ამ დემონებით. ისე გამოდის თითქოს ყოველ მეორეში სახლდებიან. არ არის საჭირო არევა ერთმანეთში შეპყრობილი და მოწებებული სულ სხვადასხვა რამეა. როცა დემონი შედის ადამიანში, ეს არის შეპყრობილობა. მეტი საქმე არ აქვს. ახლა დემონი შემიდეს ადამიანში, მაშინ მაგ ადამიანმა უნდა დააინტერესოს, ის უნდა იყოს რაღაცა მაღალი რანგის ამ საკითხებში. ანუ მეტი საქმე არ აქვს, ხა ვიღაცა ლოთანზორაში შევიდეს, მოფოდი შეხაზორებთ, მაგრამ ის უკვე ეშმაკისაა, რატომ შეიწუხებს თავს დემონი? ანუ ის უკვე ეშმაკისაა, იმიტომ რომ ის უკვე ლოთია და ამ დროს დემონი თავს რატომ შეიწუხებს იმისთვის, რომ მივიდეს იმასთან. ძალიან ბევრი ფეიკი ინფორმაცია აქვს გავრცელებული. ლარვა რამდენიც გინდათ, ეშმაკი რამდენიც გინდათ, მაგრამ დემონები ბოდიშით. ეს ასე მარტივად არ არის. და გავაგრძელოთ ახლა სად შეგვიძლია და როგორ ვიწებებთ ამ ყველაფერს, ანუ დავიწყოთ დაბალი რანგიდან. ანუ პარაზიტებიდან. პარაზიტები ყავს ჩვენი მოსახლეობის 90%-ს. ეს არის ნებისმიერი ნეგატიური ფიქრი. ეს არის მავნე ჩვევები. ეს არის დეპრესია, სასწრაფკეთილება, ყველა დაბალი სიხშირე, ყველა დაბალი ვიბრაცია, შიშები. როგორ ვიზიდავთ მას? როგორ ეკრობა ჩვენს სხეულს? ლარვას უნდა ყვება, ხო, დატევა, ისევე როგორც სხვა არსებებს დაბალი ასტრალის შესაბამისად. რომ მოვიზითოთ ლარვა, ჩვენ უნდა გქონდეს ნეგატიური ფიქრი, ესათვის მავნე ჩვევა. რაღაც ანუ ვიმეოროთ ეს, ანუ ეხლა ერთხელ რაღაცას გავიფიქრებ, ეკაფისანჩას, ანუ სულ ნეგატიური ფიქრი გაქვს, რაღაცა მავნე ჩვევა გაქვს, რაღაც დამანგრეველი აქტივობა გაქვს, თუ ყოველდღე იმეორებ და ხართ ცუდ ხასიათზე დეპრესიაში, რა თქმა უნდა, თქვენ ყვებავთ მას პარაზიტს. თუმცა მისგან გათავისუფლება შედარებით ადვილია. როგორც ვთქვი, 90% ყავს ეს პარაზიტები, ასე თუ ისე ნეგატივით ყვებავთ მათ. ახლა გადავიდეთ მეორე რანგზე, ეშმაკებზე. როგორ მობრძანდებიან ისინი? გიждდებიან ალკოჰოლიკებზე და ნარკომანებზე. ტოპ პირველი მათი მსხვერპლები არიან. უყვართ ნება, გარყვნილება,
ადამიანები, ვინც დამოკიდებულია სექსზე, ვინ უყვართ კიდევ? ხო, მოთამაშეები. მოკლედ ძალიან უყვართ დამოკიდებულებები, უყვართ ცვიერება, ფარსი, თვალთმაქცობა. ეს არის მათი კვება. შემდეგი რანგი, დემონები. რანაირ ადამიანს ირჩევენ დემონები? მათ უყვართ ათეისტები, რა თქმა უნდა. ადამიანი ათეისტი ვერასდროს ვერ მიხვდება, რომ ის შეპყრობილია. ის ირის ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან დაახარჯავს უამრავ ფულს, წამლებში. არასდროს იფიქრებს, რომ შეპყრობილია, იმიტომ რომ მას არ შეერა. შესაბამისად, დემონებს ეს ძალიან აწყობთ. რაც უფრო ადამიანი უარყოფს ამ ყველაფერს, მით უფრო დიდხანს შეუძლია დემონს იმყოფებოდეს მის სხეულში და მით უფრო მეტ საქმეს აკეთებს ამ სხეულიდან. ახლა ამ ინფორმაციისთვის შეიძლება გამიბრაზდნენ. გადამიხადოს ამაგირო. არა. დიშით, მაგრამ სრული უფლება მაქვს ამაზე, რომ ეს ინფორმაცია გავაშერო. და კიდე როგორი ადამიანები უყვართ? გეგი ნარკომანებს ჩავთავდი აქვთ, თუმცა გააჩნია როგორ ნარკომანებს. ადამიანები, რომელთაც სურთ ძალაუფლება, ფული, შეპყრობილები არიან იდეით ძალაუფლებაზე, მართვაზე, მიიღონ ფული, ადამიანები, რომლებიც ჩაციკლულები არიან, გამომდინარე რომ იქიდან რომ ასეთი სხეულებს შეუძლიათ, ამ სხეულიდან მათ შეუძლიათ აკეთონ ბევრი საქმე. და ხო, კიდე რა უყვართ, ძალიან მაცდუნებელია მოხვდეს ისეთ სხეულში, რომელიც ძალიან მოწმუნეა. სხვადასხვა ძალიან ხშირად ირჩევენ რელიგიურ ადამიანებს, ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, ეს ეგრეგორი ხო გლიჯავს. ისლამი, კი, რა თქმა უნდა. დემონებს და მათთვის დემონებისთვის ამ რანგზე ეს არის დიდი მიღწევა, როცა ადამიანი რომელიც ელტვის ღმერთისკენ, რომელიც ცხოვრობს ღვთაებრივ ენერგიებში, დაეუფლა ამ ადამიანის სხეულს, გადაიყვანო ის შენს მხარეზე აცდუნო, ეს დიდი მიღწევა დემონების სამყაროსთვის. ხო, კიდევ უყვართ სიძვა. არიან დემონების უკუბები, ინკუბები, რომლებიც იტენებიან სექსუალური ენერგიით. სექსუალურად დამოკიდებული ადამიანები, აქ დავამატებდი მათაც კი, დემონებს უყვართ ასეთები, სექსუალური რევოლუცია ხომ მოაწყვეს, როგორ დაამახინჯეს ყველაფერი. ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც რანაირი უფლებები და წტომა აქვთ მათ. ესე იგი, ლაროებს არ აქვთ უფლებები მატერიალურ დონეზე. რა უფლებები აქვთ მათ ადამიანებს? ენერგიისგან დაცლა, აურის გარღვევა, ავადმყოფობა. ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, შედეგი აურის და ენერგიის დარღვევის. დამოკიდებულებები გამოიწვიონ, გჭამონ, ნებისმიერი სახის დამოკიდებულება გამოიწვიონ. უფრო საშიშ საქმეებზე მათ წტომა არ აქვთ. და გეშმაკების რანგი, მათი უფლებები გამოიწვიონ დამოკიდებულებები ნებისმიერი ბინძურ თემებზე, მათ შეუძლიათ ადამიანის სხეულით ჩაიდინონ ბოროტება, ცვიერება, ტყუილი, ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, აგრესია ამ სხეულიდან, შეუძლიათ სხვა ადამიანის ენერგიით იკვებოს. მაგალითად, ოჯახში თუ თქვენი ქმარი ან ცოლი არის, ასე ვთქვათ, შეპყრობილი, ის თქვენგან წაიღებს, არა შეპყრობილი სხვა რამეა. ამ ეშმაკის რაღაც დამოკიდებულებები აქვს, ის თქვენგან წაიღებს ენერგიას. პირველ რიგში სექსუალური ურთიერთობით, არაჩვეულებრივად ირთმევა ამ დროს ენერგია, წაირთმევა. კიდე რისი უფლება აქვთ ეშმაკებს, წარმართონ გარყვნილება, დაბალვიბრაციული თემები, მათ აქვთ უფლება სხეულიდან ჩაიდინონ რამე ბოროტება. გადავიდეთ შემდეგ რანგზე, ეს არის დემონების რანგი. მათ აქვთ სერიოზული საშიში წტომა მატერიაზე. დემონებს შეუძლიათ, არავის შეშინება არ მინდა. ეზოთერიკის თვალსაზრისით დემონებს შეუძლია მოკლას ადამიანი. მას აქვს ასეთი უფლება. ძალიან იშვიათად ასეთი რამ ხდებოდეს, თუმცა შეიძლება და შეუძლია მიაყენოს სერიოზული ფიზიკური ტრავმები. საშინელებათა ფილმებში ძალიან კარგად ჩანს ეს. რაღაც უხილავი ძალა რომ აცრევს და აქტებს აქეთ-იქით ადამიანს, ეს ყველაფერი რეალურია. ეს არის შეტევა, ეს მხოლოდ ამ რანგს შეუძლია, სხვა რანგს არ აქვს უფლება. მას რეალურად შეუძლია ჩაგავოს ფეხში ხელი, აქ აქტოს აერში. მათ შეუძლიათ გადაწვან სახლები, მათ აქვთ უფლება მატერიაზე. თუ ადამიანი შედის სხეულში და ადამიანი უკვე შეპყრობილია, შესაბამისად დემონს შეუძლია ნებისმიერი ბოროტება ჩაიდინოს ამ სხეულიდან. ადამიანი თუ შეპყრობილია, იშვიათად შეუძლია განთავისუფლება. ჯერ იშვიათად შედის ადამიანში დემონი და თუ შევიდა, იქიდან უბრალოდ ეს მარტივად არ გამოვა. კვდება ადამიანი, მათ არის შინიათ ლოცვების, ღვთლეების, ეპისკოპოსების და ასე შემდეგ, არც ეგზორცისტების. თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ ლოცვები ყოველ დღეს. პრობლემა იმაშია, რომ თქვენ სისუსტეებს ძალიან კარგად გრძნობენ. თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ ნებისმიერი ვინმე, იმათ ვერ მოატყუებთ. თქვენ შეგიძლიათ იაროთ ეკლესიაში ყოველ დღე, იკითხოთ ლოცვები, ეს იაროთ, მაგრამ თუ გაქვთ სულ ოდნავი სურვილი, მაინც თუ მიდრეკილება, მაგალითად პედოფილიისკენ, თქვენ ვერ მოატყუებთ დემონს ვერასდროს. ისინი ძალიან კარგად გრძნობენ ყველაფერს. თქვენ შეიძლება იფიქროთ, აბა მაღალი ძალები სად არიან, რატომ უშვებენ ამას? რა თქმა უნდა უშვებენ, იმიტომ რომ ეს თქვენ თვითონ მიიზიდეთ. ხო, კიდე მათ შეუძლიათ მიიღონ ფიზიკური სახე, ნებისმიერი თვალებით შეგიძლიათ დაინახოთ. როგორც ფიზიკური ადამიანი, თუმცა ხელს ვერ შეახლებთ. ძალიან ხშირად ღებულობენ სულიერი მასწავლებლების სახეს, გურუს სახეს, შეუძლიათ წმინდანების სახეც მიიღონ. ძალიან ხშირად სიზმრებში მოდიან გარდაცვლილი ნათესავით სახით. რატომ მოვიდეს თავისი მახინჯის სახით, როცა შეუძლია მიიღოს ესეთი სახე და მიიღოს ამით ის, რაც უნდა თვითონ. ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან სამართლიანები, გვეულინებიან მხოლოდ სერიოზული მიზეზებით. ან მაშინ, როცა უნდა თქვენთან კონტრაქტი ან მოლაპარაკება.
ისე ვიმეორებ ამ შემთხვევაში მათთვის რამეს უნდა წარმოადგენდეთ. მე როდესაც დავდექი მაგის გზაზე, პრაქტიკებით ჩავღმავდი ამ ყველაფერს და ვიქნები როგორ მეხსნებოდა ეს ექსტრასენსორული შესაძლებლობები, ტელეპათია, მედიუმის გამოცდილება. ანუ მივხვდი რომ კვლევებთან შემეძლო კონტაქტი უკვე კილომეტრებზე რომ გრძნობ დაბალ ვიბრაციებს. ანუ ის თქმა მინდოდა. ანუ როცა მაგის გზაზე დგები, თავიდან გახარგზის გასაყარზე, სადაც წყდება რომელ ასტრალში იმსახურებს ზევით თუ ქვევით, ან ბნელ პანთეონთან, ან ნათელთან. ანუ ჩემი თემა ზოგადად არის სიყვარული, მინდა რომ მისი სიღრმე ვნახო. ზოგისთვის ხომ არის მაგალითად სხვა პრიორიტეტები, რაღაცა ფული აინტერესებს, შეიძლება არ აღიარებს, მაგრამ ქვეცნობიერად უნდა. ანუ ამას დემონს ხომ ვერ მოატყუებ. ხო და ყველა სისუსტეს რომ ხედავს, ანუ ამ შემთხვევაში ჩემი სისუსტე იყო ეს სიყვარულის თემა. და იქ მომაწვა ზუსტად, თუმცა მიუხედავად დიდი ცნობებისა, მე მაინც ჩემი თავი და ჩემი გზა ავირჩიე და მეორე დღესვე სხვა საფეხურზე აღმოჩნდი. ფიზიკურადაც კი იქნებოდა ეს ყველაფერი. ახლა ისეთი ვიწრო სხვარია იმ ერთად ამ ერთ შორის, რომ გზნობიერი ადამიანისთვის არ წარმოადგენს პრობლემას ამის შეგრძნება. სულ სხვა წვდომა მომეცა იმ ხელად ცოდნის, რომ დღემდე მიგვირს მე ხათუნავ ეს როგორ შეძლე იმის მერეც მობრძანდება შიგადაშიგ სხვა შემოთავაზებებით. იქ იყო რაღაცა სექსის თემა, იქ იყო ფული, იქ იყო სახლი. ანუ ჩემთვის იმ სიყვარულთან შედარებით, ეს ჩემთვის ეს სხვა დანარჩენი არაფერს არ წარმოადგენდა და ანუ რადგან ის გადავლახე და ანუ ის მაინც ის გავაკეთე, რაც ანუ როგორც საჭირო იყო თუ რა ვიცი როგორ თქვა. უკვე ვეღარ მომიდგა, საიდან მომიდგეს აღარ იცის. სხვათა შორის ძალიან სამართლიანები არიან შეკითხვაზე სიმართლეს გიპასუხებენ, არ მოგატყუებენ, ეს არ არის ის ეშმაკი, რომელიც მოიგონებს რაღაცეებს. ანუ ხო, იქ კიდე ჩემი თავი რომ არ ამერჩია, არ მექნებოდა არაფერი ის, რაც ახლა მაქვს. პირიქით ვიქნებოდი იმ ტანჯულ სამთაში, რაც მინდა წარმოვიდგინო, მადლობა უფალს, მადლობა ჩემს მეს, ჩემს გულს, მაშინ რომ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა. მოდით გადავარბინოთ ერთხელ კიდევ, როგორ შეიძლება, ანუ კონტაქტების დადება. ისევ რანგების მიხედვით ჩამოვყვები. დავიწყებ სექსით. ანუ როგორ გვიყვარს ეს წარმოდგენები ხო ფანტაზიები. ვერ იტყვი რომ სექსი რაღაც ცოდვაა, ეს ხო სისულელეა. თუმცა იმასაც ვერ იტყვი რომ ეს რაღაც ღვთაებრივი საჩუქარია, რომელზეც უნდა იყოს დამოკიდებული, ესეც სისულელეა. სექსი უნდა გქონდეს იმ ადამიანთან, რომელიც გიყვარს, რომელსაც უყვარ ხარ, მინიმუმ სერიოზული ურთიერთობა უნდა გქონდეთ. ისე ადამიანთან, ვისაც დარწმუნებული ხარ, ვინც არ ცხოვრობს დაბალ ვიბრაციებზე, რომელიც არის ალკოჰოლიკი, ნარკომანი, ხვდებით ალბათ ხო, რომ არსი, რასაც ვამბობ, რა ხდება, როდესაც ჩვენ ვკავდებით სექსით ადამიანთან, ანუ სხვადასხვა ადამიანებთან ხდება მინიმუმ ლარვა შემოგიწრება. იმისგან გადმოდის თქვენზე, შეიძლება უფრო რესურსული და გემრიელი ხართ ენერგეტიკულად, თუ თქვენ გყავთ, მაშინ თქვენგან გადავა იმაზე. სექსუალური კონტაქტი დაბალ ვიბრაციებზე პირველი ჩაქრით ძალიან ბევრი არსებები იკრიბებიან ამ დროს. სხვათა შორის დემონებს ძალიან უყვართ ადამიანებზე თვალყურის დევნება სექსის დროს. მოდიში დემონებო, მოდიში. ძალიან ხშირად იქ არიან, სადაც დაბალ ვიბრაციული სექსია. ანუ ეშმაკების ადევნებელ თვალყურს ზოგადად ბევრი არსებები იკრიბება მაგ დროს. მოკლედ ყორას გულისხმობ. ნუ ღამის კლუბები, მასობრივი ფესტივალები, რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანები, რომლებიც სვამენ, ნარკომანობენ, ტუალეტში სექსით არიან დაკავებული, ბინძურ საქმეებს აკეთებენ. თუ კონკრეტულად განვიხილავთ ღამის კლუბი, მაგალითად, ახლა ყველაზე არ ვამბობ, ეს დავდივარ რაღაც ღონისძიებებზე, ჩვეულებრივად. შეიძლება ღამის კლუბში მინიმუმ ლარვა იყიდო. იმიტომ რომ ენერგეტიკა ასეთი, ბელია ასეთი. კიდევ სადაც დიდი რიგებია საუნდტროფოებში, სადაც დაძაბულობაა, ვიღაცა ჩხუბობს, თუ ემოციურად ჩართული ხარ, ჩვეულებრივ შეიძლება აიკიდო პარაზიტები. საუნდტროფოში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ასე ვთქვათ, არამთელი აურით და ჩვენ თუ ავადვართ, ძალიან ადვილად შეიძლება გადმოტანა ამ ყველაფრის სასაფლაო დასაფლავება. რა თქმა უნდა, როცა ხდება დასაფლავება, იკრიბება სხვა უამრავი არსებები, ზოგადად ენერგეტიკა, იქაური ეს უკვე ნეკროტიკაა. მე იქნებ ცალკე ჩავწერო ამ თემაზე კიდე დასაფლავებაზე რა ხდება. მოკლედ, ერთ აღნიშნავ, რომ არსებებისთვის ეს განსაკუთრებული ადგილია მით უმეტეს, თუ 100 გრამი გადაჰკარით. დაბალი ვიბრაციული ადამიანებისგან მათთან კონტაქტით შეიძლება თქვენზე გადმოვიდეს, თუ თქვენ უფრო რესურსული ხართ, თუ შედიხართ კამათში, კონფლიქტში. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე საერთოდ აღარ არის საუბარი, გასაგებია მან ყველაფერი. ნუ ახლა იმაზე არ არის საუბარი, რომ 1-2 ჭიქა ბაკალი ღვინო დალიო, ლამას საღამოს და რაღაც ცოტა მოდუნდეთ რაღაც. არა, აქ საუბარი არის რეგულარულ რეჟიმში მიღებაზე. მარიხუანა მოწიე, გამარჯობა, არსება მოვიდა კოკაინი შეიყნოზე, გამარჯობა, იქ უფრო საინტერესო ვიღაცა გაგეჩიტა. ხო, კიდე რიტუალები, სულების გამოძახება, რუნები, ტარო და ასე შემდეგ. ანუ თუ არ იცით რას აკეთებთ, რატომ აკეთებთ, რითი უნდა გადაიხადოთ იმისი სამაგიერო, რაშიც დაგეხმარნენ, ხელი არაფერს არ უნდა მოკიდოთ, კონტრაქტია ჩვეულებრივია. უნდა იყოთ ფრთხილად. ხო, კიდე იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანები, ვინც უყურებენ პორნოს და რეგულარული მასტურბაციებით არიან დაკავშირებული. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ სუკუბები და ინკუბები სუსტად ამ კონტრაქტებს ასეთ ადამიანებთან დებენ კონტრაქტებს, რომელიც ხშირად უყურებენ პორნოს. საშინელებათა ფილმები კიდე დაბალი ვიბრაციები, დაბალი ენერგეტიკა ეს ფილმები რეჟისორის ფანტაზიები გონიათ. რასაც ხედავთ საშინელებათა ფილმებში, ეს საშინელი არსებებია, ეს ყველაფერი არსებობს სამყაროში, სივრცეში.
ой, რა ვთქვა, საბოლოოდ გონი ყველაფერი გასაგებია, რაც ვთქვი. შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, რა თემა გაინტერესებს, რომელი თემა გავშალო უფრო მეტად. ველოდები აბა თქვენს ლაიქებს და კომენტარებს. მადლობა.